ბულინგი დაშინება გულისხმობს ფიზიკურ ან სოციალურ ძალას, რომელიც იწვევს ზიანს, შიშს ან მწუხარებას, როგორიცაა ემოციური ზიანი ან ანადგურებს ადამიანის რეპუტაციას. კანადაში 5-დან 1 ბავშვი არის ბულინგის რეგულარული მსხვერპლი. დაშინებამ შეიძლება გამოიწვიოს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სკოლაში წარუმატებლობა, სასიკვდილო ძალადობა და სუიციდი. გაიცანით ფაქტებს ბულინგის შესახებ. ბულინგი არ არის გაზრდის ნორმალური ფორმა. ბულინგი არ აყალიბებს ხასიათს, ბულინგი არის თვისებური ქცევა. ეს არ არის ის, რასაც ყველა ბავშვი გადალახავს. ეხლა გავიგოთ, რას ნიშნავს ტერმინი ბულინგი და რატომ უნდა ავირდოთ თავი ბულინგისგან ან ბულერობისგან. ტერმინი ბულინგი ინგლისური სიტყვაა და ქართულად შაგრას აბოჩადაგდებას ნიშნავს. ეს არის არასასურველი აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისთვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა. ბულინგი ცუდია, ნუ იქნებ ბულერი. თუ შენ ბულინგის მსხვერპლი ხარ, აუცილებლად შეატყობინე უფროსებს. ეს ნიკოლოზია. ნიკოლოზი კარგად სწავლობს. მას არასდროს არავინ აბულინგებდა. ეს ირაკლია. ის კარგად არ სწავლობს და მეტიც გაკვეთილებს აცდენს. მას ოჯახში ყოველთვის აბულინგებდნენ, ამიტომ ის ბულერი გახდა. ეს ირაკლია. ირაკლი ამ დროს ძალიან პატარაა. როგორც უკვე აღნიშნე, მის ოჯახში ერთმანეთს აბულინგებენ. მამა დედას, დედა ბავშვს, ბავშვი კი სანამ გაიზარდა თავის თამაშობს, ეხლა კი ბავშვებსაც აბულინგებენ. უკვე ირაკლი დიდი ბიჭია და თავისუფლება მიცა თავის თანატოლების დააბულინგოს და ხელში შეერჩა ნიკოლოზი. ნიკოლოზმა სწავლა შეწყვიტა. დედამიწის ზურგზე აღარაფერი აღარ აინტერესებდა. სულ დაღვრემელი და ნამტირალები თვალებით დაიარებოდა. ირაკლი ნიკოლოზის ჩაგვრას არც სკოლაში და არც სკოლის გარეთ არ ერდებოდა. ჩაგრავდა ყველგან და ყველასთან, ბავშვებთანაც და უფროსებთანაც. ნიკას მდგომარეობა დღითი დღე უფრო უარესდებოდა. ნიკა უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. როდესაც დედამ ეს შეამჩნია, მან კითხა: ნიკა, რა ხდება? რატომ ხარ ასე? ყოველდღე ძალიან ცუდად ხარ. ნიკას თავისი პრობლემების გამხელა დედასთვის ძალიან უმძიმეა. ნიკოლოზ, მითხარი რა ხდება? იქნებ მე შეძლო შენი დახმარება. ნიკოლოზს არაფრის თქმა არ უნდა დედისთვის, რადგან ცხმენოდა მისი. ნიკოლოზის დედამ გადაწყვიტა ნიკოლოზისთვის მოეყოლა თუ რა არის ბულინგი და რა შეიძლება გამოიწვიოს ეს ბულერისთვისაც და იმისთვისაც, ვინც არის ბულინგის მსხვერპლი. ნიკოლოზს ეს ყველაფერი ძალიან მოეწონა. ეს რა თქმა უნდა დედის დამსახურება იყო. მან ზუსტად ავახსნა თუ რა შეიძლება გამოიწვიოს იმან თუ დამალავს ის თავის პრობლემას. ნიკოლოზ, მოდი ჩემთან, ყველაფერი მომიყევი. თუ შენ ფიქრობ, რომ ეგ ჩაშვება, შენ ძალიან ცდები, ამით დაეხმარები შენ თავსაც და იმ ადამიანსაც, ვინც შენ გაბულინგებს. მითხარი რა ხდება შენ თავს და დამიჯერე, თქვენ ერთმანეთის ისეთი კარგი მეგობრები იქნებით, რომ ერთმანეთს არასდროს არ აწყენინებთ. თუ შენ არ იტყვი რა ხდება, მაშინ სოციალურ სამსახურს ჩავდავ და ის გაიგებს თუ რა ხდება შენს თავს. და თუ მეტყვი, ხვავე წავიდეთ მობულერე ბავშვთან და ბოდი შემოვახტევინოთ შენთვის. თქვენ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იქნებით. დამიჯერე. მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა მისთვის. დედა, იცი, მე ირაკლისგან ბულინგის მსხვერპლი ვარ. მეორე დღეს ნიკოლოზი და მისი დედა სკოლაში ერთად წავიდნენ. როდესაც სკოლაში მივიდნენ, ამ დროს ირაკლის სხვა ბავშვის ბულინგით იყო დაკავებული. ნიკოლოზის დედამ ირაკლის დაუძახა და აუხსნა სიტუაცია. უთხრა, რომ ეს არ შეიძლებოდა და ეს კანონით ისჯებოდა. ირაკლი მიხვდა თავის დანაშაულს, მოუბოდიშა ნიკოლოზს და ისინი სამუდამოდ მეგობრები გახდნენ. ირაკლსაც არავინ დაუბულინგებია და ნიკოლოზი ყოველთვის დაცული იყო. არასდროს არავინ დააბულინგო, უთხარი ბულინგს არა.